როგორ გგონიათ, რისი კონტროლი შეგვიძლია და რისი არა? არის რაღაცები ცხოვრებაში, რისი კონტროლიც შეუძლებელია, მაგრამ ბევრს გონია, რომ ეს მისთვის შესაძლებელია. დამრწმენიდან გამომდინარე, ძალიან ხშირია დაძაბულობა და ნევროზები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის კონტროლი. პირველ რიგში ჩვენ არ ვაკონტროლებთ სხვა ადამიანს. ეს აბსოლუტურად უსარგებლო ქმედებაა. მეტიც ის კლავს სიყვარულსაც, ურთიერთობასაც, იმასაც, ვინც აკონტროლებს და იმასაც, ვისაც აკონტროლებენ. სჯობს საერთოდ არ შეხვიდეთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობაში, ვინც საკონტროლებელია, ან არ აკონტროლოთ. რადგან შეხვედით ასეთ ურთიერთობაში, მიიღეთ ისე, როგორც არის. კი, ძალიან რთულია, ხშირად ბევრ მუშაობას მოითხოვს საკუთარ თავზე, მაგრამ ჯანმრთელი ურთიერთობა მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, მათ შორის საკუთარ შვილებთან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას მათთან ურთიერთობაში და სად ვუშვებთ მათ. მაგალითად, დავდივართ სკოლაში თუ ეს საჭიროა ექსკურსიაზე, ვესაუბრებით მის მასწავლებელს, რადგან ამის გარეშე ბავშვი მიტოვებულად და დაუცველად იგრძნობს თავს, მაგრამ ჩვენ არ ვახრჩობთ მას ჩვენი კონტროლით, არ ვისახავთ მის ნაცვლად მიზნებს, არ უწყვეტთ მის ნაცვლად და არ ვუგეგმავთ ცხოვრებას, სად ისწავლის, იმუშავებს, ვისთან ერთად იცხოვრებს და ასე შემდეგ. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი გააჩინეთ, არ გაძლევთ მისი ცხოვრების კონტროლის უფლებას.